ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებების საგანგებო რეჟიმში მუშაობს, პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება. სტიქიის ზონაში რჩებიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. კახა კუპატაძის და მარიამ ბუღაძის რეპორტაჟი. მასშტაბური სტიქიიდან მეორე დღეს თელავში აღდგენითი სამუშაოს შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ქვაღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება სტიქიის შემდეგ შეუძლებელი იყო. თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. გაწმენდით სამუშაოში მძიმე ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც მონაწილეობს, მათ შორის პროცესში კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ეს ჩახერგილი ხიდი გახსნილია, წყალი კალაპოტშია უკვე მოქცეული, შესაბამისად იმდინარეობს ამ ნატანი მასის გატანა. სტიქიის ზონაში რჩება გამოწვევებიც, მოსახლეობას წყალმომარაგება ნაწილობრივ აღუდგა, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება ჯერ ისევ შეფერხებულია. ბუნებრივი აირის გარეშე რჩება მხოლოდ 10 აბონენტი, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად ტექნიკური ჯგუფების საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. ერთობლივი ამ შრომით მივაღწევთ იმას, რომ ძალიან მალე მოხდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. ასეთი მასშტაბის სტიქია კახეთში ბოლოს 55 წლის წინ დაფიქსირდა. პირველადი შეფასებით ღვარცობსაწინააღმდეგო ნაგებობებმა სტიქიის შედეგების შემსუბუქებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე საკმარისი არ აღმოჩნდა. სტიქიის ადგილას პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. დამცავმა ნაგებობმა შეაკავეს ხეების, მორების და ღორღის დიდი ნაწილი. თუმცა თვითონ მასშტაბი მხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ღვარცობმა სამ ჯებირს, რომელიც იცავდა ღვარცობისგან ქალაქს და ის დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. 4 წლის წინ არის გაწმენდილი ღვარცობდამცველები, ეს ნაგებობები, ყველაფერი იყო მწყობში და მწყობში რომ იყო, სწორედ ამიტომაც შეძლო შეკავება მან ძირითადი მასის. პრევენციულმა მექანიზმებმა გადაარჩინა ქალაქის სერიოზულ მსხვერპლს და გრევას, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არის მნიშვნელოვანი ზიანი, არის ძალიან ძალისხმევა მობილიზებული იმისთვის, რომ ეს ზიანი რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას. სტიქიის ზონაში მუშაობენ და მოსახლეობას ეხმარებიან ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წევრები. ვიცით მისამართები, სადაც ჭირდებათ დახმარება. ქართული ოცნების ახალგაზრდული გუნდი მზად არის ყოველთვის დაეხმაროს ადამიანებს, არა მარტო ამ სიტუაციაში, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში. საფრთხე-შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა მთავრობის მეთაურის განმარტებით. სწრაფი აღდგენითი სამუშაო უწყებების კოორდინირებული მუშაობის შედეგია. პრემიერმა ასევე თქვა, რომ რამდენიმე ობიექტზე სამშენებლო ნებართვები დარღვევით იყო გაცემული, რასაც სწავლობენ. კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან. თელავში მუშაობას განაგრძობენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. სააგენტოს პირველადი ინფორმაციით, თელავის ხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრად გააქტიურება უხმა ნალექმა გამოიწვია. ნალექის ოდენობა მთვის ნორმის 85% შეადგინა. ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად სპეციალური კომისიაა შექმნილი.